არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება ერთი მხრივ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, საკუთარი ქვეყნის მიმართ და თემ სოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ ის რომ რუსეთს საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ესეც ვერ გადაიხედება. საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა თემ სოფლიოს. რუსეთი რასაკეთებდა აგვისტოს დასაწყისში? აი პირველიდან 7-მდე. პირველიდან 7-მდე მიდიოდა ესკალაცია, რომელშიც მიუძღოდა რუსეთს ასევე ბრალი. იბომბებოდა თუ არა ქართული სოფლები პირველიდან 7-მდე. დიახ, იყო სამხედრო ესკალაცია, თუმცა არასრულმასშტაბიანი და სამწუხაროდ ხელი მოუწერეს იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ღონისძიება ჩვენ წამოვიწყეთო. და ამის მიუხედავად არც გაეროს უშრობის სხდომა უხსენები არათუ მოუწევია ვინმეს. და არც არაფერი უღონია იმისაც, რომ საკუთარი ქვეყანა გაემართლებინა. ამის ნაცვლად მან დაიწყო მასირებული დაბომბვა, ოღონდ არც ერთი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში ისე, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოში იმყოფებოდა. ახლა ამბობენ სიტყვით. და ეს სიტყვით ნათქვამი არ საწერია. თუ არ გინდათ რომ მოღალატეობრივ, მათ მოქმედებს მოღალატეობრივი გაправება დავამატოთ ზემოდან. ვიდან მოღალატეობა არ მინდა ოღონდ. არავის ვიდან მოღალატეობა. ძალიან კარგი. ამიტომ უნდა ვთქვათ და დაიმახსოვრეთ ეს. და ის ასე იყო, ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, სამწუხაროდ გასცა ბრძანება, მასობრივი დაბომბვის და ეს ყველა ვნახეთ, საკუთარი თვალით და საკუთარი ყურით მოვისმინეთ და რუსეთი საქართველოს შემოიჭრა 8 აგვისტოს, რითაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. თუ გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? 8 აგვისტოს და ის დაიწყო რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ. 8-ში დილით გახარებული სააკაშვილი ამბობდა, რომ აიღო ტერიტორიები, მისი მინისტრები იყვნენ აჟიტირებულები, აიღეს ტერიტორიები და ასე შემდეგ და ამით ადასტურებდნენ შეტევაზე გადასვლას ვიღაცის თუ რაღაცის წინააღმდეგ, რაც ასევე საბოლოო ჯამში ქართველებს ხო გაქვთ გამოთქვა, ურემი რომ ამობრუნდება გზამერი გამოჩნდება, გზა გამოჩნდა და სამწუხარო რეალობა გამოჩნდა. რომ ისინი აზრზე არ იყვნენ რასაკეთებდნენ, ერთადერთი შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი უქმნიდნენ რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბს და მიზეზს საიმისოდ რომ საქართველოს შემოჭრა